Salame ყველას. მოგესალმებით. ამ ვიდეოს ჩაწერა ტრამპის წარმატებებზე ჯერ არ მსურდა. იმიტომ რომ რაღაც პერიოდი უნდა გასულიყო კიდე და რაღაც გარკვეულ დასკვნებს გამოვიტანდით ყველა ჩვენთაგანი, მათ შორის მეც, ან დადებიც, ან უარყოფიც, მაგრამ ერთი ის რომ ილონ მასკთან განშორება იყო საკმაოდ დრამატული და სკანდალური და ჯერ არ ჩამცხრალა და ამ ყველაფერს დაემატა კალიფორნიაში არეულობა, კერძოდ ლოს-ანჯელესში. ამ ვიდეოს მე ვწერ ორშაბათს საღამოს გვიან და ნიუსებშიც top ნიუსები არის LA-ის ამბები. იქ საკმაოდ დაძაბულად არის საქმე. ეროვნული გვარდიის 2000 კაციანი კონტინგენტი შეიყვანა და არ ყოფნის, სიტუაცია ვერ კონტროლდება და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა თქვა, რომ ბუნებრივია ტრამპის დავალებით შესაძლოა საზღვაო ქვეითებიც კი შეიყვანონ. ეხლა ყველაფერს თანმიმდევრულად გავუყვეთ. სათაურიდან გამომდინარე მივხვდით ეხლა ვინ ვიგულისხმენ ბიძაჩემად, გამომდინარე იქიდან რომ ეს იმდენად გულშემატკივრობდი დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ როცა იგი დამარცხდა არასამართლიანად ბაიდენთან ბრძოლაში, რომ ჩემო საახლობო, ჩემო სამეგობრო გინდა აქ და გინდა თბილისში, ყველა მიცოდა რომ ვიყავი ესე ვთქვათ თავგადადებული ტრამპისტი და გული შემტკიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მოკლედ ისიც ვიცოდი რომ ამერიკის ვითარება შიდა თუ საგარეო პირდაპირ კორელაციაში იყო საქართველოს ბედიღბალთან. და ამ მიზეზების გამო მოკლედ ხარს უჭერდი დონალდ ტრამპს. და მოკლედ ეს ბოლო პერიოდია, როგორც ვახსენე, არც მეგობრები და არც ჩემი ახლობლები არ მინდობენ და ესე მახსენებენ ხოლმე ესე ცინიკურად, რომ რაკნა ბიძაშენმა და აბა რა წარმატებებს მიაღწია და აბრუნებენ ყველა ბრუნვაში და მეძეთ მიმაყოლებენ ხოლმე. ირონია, თვითირონიით არის ბუნებრივია ეს ყველაფერი ნათქვამი, მაგრამ ეხლა ირონია და ხუმრობა იქით გადავდოთ, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულად არის საქმე. მე არ მეგონა თუ ამ მოკლე პერიოდში Deep State ამ კონტრშეტევას მიიტანდა დონალდ ტრამპზე. ესე მალე თორე მე ველოდებოდი შემოდგომას, როცა ბიუჯეტის განხილვა დაიწყებოდა. იქ ალბათ წამოეწეოდა რომელიმე კონგრესმენი, ქვედა პალატიდან ინიციატივა შემოიტანა და დააყენებდა ტრამპის მორიგი იმპიჩმენტის თემას, რომელიც ალბათ არ გავიდოდა, მაგრამ იქნებოდა მედია ნიუს ესეთი მძაფრი გადაფარავდა ბევრ პოლიტიკურ მოვლენებს სოფლიოში და მოკლედ ასე შემდეგ, მაგრამ ისაუცრება მაისი დასრულდა, ივნისი დაიწყო და ერთი რომ ილონ მასკი და შემდეგ ამას დაემატა, როგორც ვთქვით, კალიფორნიის არეულობები, კონკრეტულად ლოს-ანჯელესი. ეხლა დავიწყოთ ტრამპის წარმატებები. ჯერ ერთი დავიწყოთ განხილვა იმითი, რომ პირველი მისი სისუსტე რა არის. როგორც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იქცეოდა როგორც ალფა მამრი და აქეთ გორას ფეხს ავკრავდა, იქეთ გორას და ასე შემდეგ, იმ საყვარელი ქართული მულტფილმის არ იყოს, აღმოჩნდა, რომ რასაც პირდებოდა საკუთარ ამორჩეველს, რომ გაუსწორდებოდა კლინტონიდებს, იქ ობამას მოთხოვდა პასუხს იმ ბაიდენის მმართველობაზე, იმიტომ რომ ეხლა უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ბაიდენის საერთოდ უძლური ყოფილა თურმე და მას მართავდა ნაწილობრივ მისი მეუღლე, რამდენადაც ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მართავდა როგორ ალბათ იქ ლოკალურ მომენტებში შვილი აქტიურობდა და ძირითადში ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავდა ბაიდენის გუნდი. რეალურად დემოკრატიული პარტია, ის სიღრმისეული
ძალები, რომლებიც არის ინსტიტუტები, რომლებიც არის მაპროფილებელი ვერტიკალები და ბიუროკრატია, მოკლედ, რასაც ჩვენ ზოგადად მოკლედ და არა მარტო ჩვენ ვეძახით deep states. როგორც ჩანს, აი ზუსტად იმის შედეგია, რომ თითქოს და ალბათ ნაწილობრივ მართლაც ასეა, რომ სადავეები გაექცა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ესეთი მტრად შერაცხულებს, რომ პასუხი უნდა მოთხოვო, თუ ვერ დააპატიმრებ, საქმე მაინც უნდა აღზრა, თუ საქმეს ვერ აღზრაო, საჯაროდ უნდა გამოიტანო. ეხლა ეპშტეინისა და ჯონ კენედის მკვლელობაც რაღაცა ისე რიხიანად გამოვიდა, მაგრამ რეალურად საქმეზე მთელი მსოფლიო ელოდებოდა და ბევრი ვერაფერი ვერ ნახეს. ეპშტეინის თემა საერთოდ მიჩუმად და სხვათა შორის მე ილონ მასკმა წამოაძახა ამა ცოტა ქვემოთ ვეტყვი. გრენლანდია, კანადა, ნათქვამად დარჩა, ყველამ ვიცით, რომ ეს ერთ დღეში და ერთ თვეში შეიძლება არც ერთ წელიწადში არ მოგვარდეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საერთოდ უკვე მეინსტრიმული მედია კანადა გრენლანდიას ქილიკით იხსენიებს, იმიტომ რომ არაფერი წინ გადადგმული ნაბიჯი ამის ასიკეთოთ არ განხორციელებულა. ასევე კიდე ტრამპის წარუმატებლობაში ის არის, რომ მე ადრეც ვახსენე ტრამპზე, რომ მან იცის, რომ ქვეყანა არის კრიზისში, წარმოუდგენლად დიდი ვალი აქვს, ჯამური, როგორც სახაზინო ვალდებულებების, ასევე ჯამურია, ანუ 36 ტრილიონამდე ასული. ილონ მასკი სანამ დატოვებდა თავის თანამდებობას, ამბობდა, რომ ყოველ სამთვეში ერთხელ ტრილიონი ემატება. ეს ისეთი მოცულობის თანხაა, რომელიც მე ფაქტობრივად 57 წლის ასაკში გავიგე, რომ თურმე ეს თანხები მარტო ვირტუალური ან რაღაცა კალკულატორზე აკრეფილი კი არა, თუმცა ნამდვილი თანხები ყოფილა. ნამდვილი თანხები როგორ ვალდებულებები ყოფილა, თორე ხა ტრილიონი ვის უნახავს. და ტრამპმა ეს ყველაფერი იცოდა და ადრეც ვახსენე, რომ როგორც კრიზის მენეჯერი ჩათრევა შეყოლა ამჯობინა, ბუნებრივია და კრიზისი სურდა გადაეყვანა მართვად კრიზისში. და ესე ფიქრობდი, რომ მიატანდა შემოდგომამდე. შემოდგომაზე იქ მერე გამოჩნდებოდა. მაგრამ ყველაფერი დაჩქარდა. დაჩქარდა იმიტომ, რომ USAID-ის სახით ფაქტობრივად ამ deep states ვერც ვერაფერი დააკლო. იმიტომ, რომ მოქმედი პერსონაჟები როგორც ჩამოთვალე 2 წუთის წინ, ისე გარეთ არიან, ზუსტად ისინი უგორებენ ახლა ამ არეულობას დასავლეთ სანაპიროზე, კერძოდ კალიფორნიაში და ესეც მის მინუსად არის ჩათვლილი, რომ დანაპირები გრენლანდია, კანადა, შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია, მანამდე კლინტონის ადმინისტრაცია, მანამდე ობამას ადმინისტრაცია და მოკლედ ამას ყველაფერს გაუსწორდებოდი, იმიტომ რომ მათზე არის ქვეყნის გრევა და ასე შემდეგ და ბლა 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 და საბოლოო ჯამში რა ვნახეთ, რომ შემოიღო სატარიფო პოლიტიკა. იქ ჩაითვალა, რომ სატარიფო პოლიტიკა იმიტომ შემოიღო, რომ უნდა გამოეწვია რყევები ბაზარზე და ურჩები უნდა დაეყოლებინა, ბუნებრივია ვაჭრობის ფასად, თამასას წევს ზემოთ, მარტივი ბიზნესმენური ხრიკია და ხა ტრამპმა თუ იცის სხვა კიდე თუ არა ტრამპმა უბრალოდ და ეს ეცადა პირველ ეტაპზე ჩანდა, რომ მე არაერთხელ ვიდეოში ვთვლი, რომ ხონდა თქვა, რომ შტატ ინდიანაში გადმოქონა ქარხანა, კიდე ვიღაცა გამოთქვა და თითქოს ყველაფერი მიდიოდა იქით, მაგრამ მე უცებ ერთ რაღაც ერთ პერიოდში ეს ყველაფერი დადგა და ტრამპმა დაიწყო უკან დახევა. უკან დახევა ხა პირობით მკაცრი ნათქვამია, მაგრამ დაიწყო ესე ლავირება და საბოლოო ჯამში იმდენად აიჭრა სიტუაცია, რომ პირველი დარტყმა deep state-მა მიაყენა მას ზუსტად სასამართლო გადაწყვეტილებებით. უბლოკავენ ყველაფერს აბსოლუტურად და მე პირადად რომ მეგონა ტრამპის გამარჯვების შემდეგ რომ მას უზენაეს სასამართლო ესე თქვა ჯიბეში ყავდა,
იმიტომ რომ 9-დან 6 კანდიდატი მისი იყო, საბოლოო ჯამში უზენაეს სასამართლომაც ესე თქვა ზურგი აქცია. და დარჩა ფაქტობრივად თავის გუნდის გუნდთან ერთად, გუნდის იმედად და ისიც ორი კადრი უკვე დაკარგა. მაიკ ოლცი, რომელიც იყო რჩეველი, ის გასაგებია რატომაც წავიდა მაგაზე, მე ხა ვისაუბრე ადრე და ეხა თავს არ შეგაცხეთ, მაგრამ ეხა დაემატა ილონი ჩვენი მასკი. და მოკლედ აი ესეთი წება და დაპირებებისა, წება განცხადებებისა და ეს სუხე წერტილი დაესვა საკრედიტო და სატარიფო პოლიტიკის ამ ფსევდოკამპანიას იმით რომ საბოლოო ჯამში იმდენად გაუჭირდა თურმე ამერიკის შეერთებულ შტატებს ძვირფასი წიაღისეულის დეფიციტი შეიქმნა ისე რომ ფორდმა განაცხადა ფორდმა საავტომობილო კომპანიამ რომ ერთ-ერთ სეგმენტში კერძოდ მე მგონი Ford Explorer-ი ახსენეს, არ ვიცი Explorer-ს რა განსხვავებული ნაწილები აქვს ვიდრე Ford პირობითად Escape-დან ან Ford Mustang-დან, მაგრამ ამბობენ რომ Explorer-ის კონვეიერიდან შეიძლება მოხსნა დაჭირდეს Ford-ს, იმიტომ რომ აკლია ეს ძვირფასი წიაღისეულებიდან მიღებული ძვირფასი მინერალები, მეტალების სახით, როგორც ჩანს. და იმდენად გაუჭირდა ტრამპს, რომ საბოლოო ჯამში ელოდა სიძენპინიდან ზარს, სიძენპინმა არ დაურეკა. ალბათ ესეც იყო მოსალოდნელი. და პირველი ზარი განახორციელა დონალდ ტრამპმა და ეხლა ლონდონში მიმდინარეობს მოთხელვითი შეხვედრები. ანუ წარმომადგენლები მიდიან და შესაძლოა უახლოეს მომავალში არ ვიცი ეს როდეს იქნება, იმიტომ რომ უკვე არავინ არაფერი აღარ იცის, ექსპერტებმაც კი, მე კი არა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ტრამპმა გადადგა, პირველი ზარი ტრამპმა განახორციელა და მოკლედ სიძენპინი პოზაშია, როგორც გითხარით, ლონდონში მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ესეც ირონია, ლონდონ სიტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეხს უდებს ნებისმიერ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, აღმოჩნდა ესე თქვა მედიატორი და მოლაპარაკების ველი შვეიცარიის ნაცვლად. აი ესეც ტრამპის სისუსტეა, რომ ლონდონის ტერიტორიაზე და ლონდონის მოედანზე ახდენს ჩინელებთან საუბარს, როცა ყველასთვის ცნობილია, რომ ლონდონი და ჩინეთი, უბრალოდ ინგლისი, მაგრამ მე ლონდონს იმიტომ ამბობ, რომ ლონდონ სიტი კიდე სხვა ინგლისია, სხვა ბრიტანეთია. ხო და მოკლედ ლონდონი და ჩინეთი კიდე სხვა სახელმწიფო გარიგებებში არიან და მოკლედ ეს ჩვენი ტრამპი ელოდება ახლა მოთელვითი მოლაპარაკებების გავლას და მერე ალბათ შეხვდებიან ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში ტრამპს ასე უნდა. კიდევ ეს ესეთი კრეფსითი ფორმა ტრამპის წარმატებებისა ჭყალებში რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ თქვა რომ არ მეგონა თუ ესე მალე დაიწყებოდა რყევები, არ მეგონა თუ ან ეს ტრამპის და ტრამპის გუნდის სისუსტეა, ან მართლა ეს deep state იმდენად ყარათ აქ და იმდენად ღრმათ აქ ფესვები გამდგარი ამ ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ მე მგონი უბრალოდ ალტერნატიულ აზრს არ აღიარებს, არც უშვებს და არც დაუშვებს ალბათ. და ამას როგორც ამბობენ ვიშინკანატორზე იყო ის, რომ ილონ მასკმა და ტრამპმა ერთი შეხედვით ესე იგი ილონ მასკის ხელშეკრულების პერიოდი გავიდა, მან დოჯის გუნდი საკმაოდ წარმატებით ამუშავა, მე ასე ვთვლი, თუმცა დანაპირები იყო 2 ტრილიონი დოლარის აკუმულირება მოძიება სააშკარაოზე გამოყვანა და პრეტენზიად უყენებენ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის წევრები, იგივე ნავარო, იგივე სკოტ ბესენტირო, მხოლოდ 200 მილიარდის გათეთრებაც და გათეთრება რა გამოაშკარავება, ანუ გააცოცხლა ეს ფული. ეხა 2 ტრილიონსა და
200 მილიარდ შორის დიდი სხვაობაა და თუმცა ერთი შეხედვით 200 მილიარდი უნიკალურ წარმოუდგენლად დიდი თანხის მოცულობა, მაგრამ არა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მოკლედ ასე იყო თუ ისე დაშორდნენ მშვიდობიანად გასაღებიც გადაცა ოქროსი დონალდ ტრამპმა და ის აუცრება მეორე თუ მესამე დღეს უკვე გაავრცელა ილონ მასკმა რომ აი საკანონმდებლო ინიციატივის საქმისყურში თურმე არ ყოფილა, აი ეს Great Bill, რასაც არის, ანუ ეს მთელი ფინანსური რესურსების, უბრალოდ ფინანსური კანონმდებლობა, ანუ ფინანსური მატერიალური კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ ტევადია და იქ ილონ მასკის ხედვით თვალსაწიერით იგი თulis რომ მან რაც 200 მილიარდი ამ მოკლე პერიოდში ამოიღო ფაქტობრივად ახლა ბრალად დაძდო ტრამპს რომ ტრამპი კიდევ ზდის სახელმწიფო ხარჯებს იმიტომ რომ იმ კანონპროექტში ბევრი საბიუჯეტო ხარჯებია ჩასმული და ესე იგი ნაწყენი იყო იმით რომ ტრამპმა იგი საქმის ყურში არ ჩააყენა და ამას მოყვა მერე ის რომ თურმე ტრამპმა სუბსიდირება მოხსნა ზოგადად ელექტრომობილებზე აქ მართლაც იყო სუბსიდირება იმიტომ რომ მე თვითონ ამ სფეროში ვარ ანუ მძღოლი ვარ და ვიცი რომ ქალაქის ტაქსოპარკის გადაყვანა იყო იგეგმებოდა მე მგონი 30 წლისთვის სრულიად ელექტროკარებზე ну მაჰეტენი განსაკუთრებით და საკმაოდ დიდ სუბსიდირებას გამოდიოდა სახელმწიფო ну ავტომობილს თუ ყიდულობდი ელექტრომობილს რაღაც $7,000-მდე იყო ერთჯერადი დახმარება ოღონდ არა ქეშად არამედ როცა წლის ბოლოს ტაქსებს იხდიდი ანუ საბუღალტრო ანგარიშწორებას ახდენდი ბიუჯეტთან აი $7,000 ტაქსები თუ უგროვდებოდა ვინმე ზუსტად აი ეს თანხა ამ თანხაში რაც ჩაეტეოდა ის სახელმწიფო ამას აჭრიდა და ნუ $7,000 კი საკმაოდ ვიბეგრებით სულყეთ მაგრამ ნუ 7-ით ხა ძალიან დიდი თანხა მე არ მგონია რომ ვინმე 7,000 მოწეოდა მოკლედ ეს შეღავათი იყო და პლუს კიდე მეორე ის იყო რომ ერთჯერადად თუ დავუშვით ელექტრომობილს ყიდულობდი $2,500 დოტაციას აკეთებდა სახელმწიფო მოკლედ ეს ყველაფერი მოხსნა ტრამპმა და შესაბამისად ისედაც ელექტროკარებს არ აქვს და ესეთი კარგი გამოხმაურება მოსახლეობაში ამ ბოლო ზამთარმა საერთოდ აჩვენა რომ ქმედით უნარიანი არ არის იმიტომ რომ სადღაც 8 გრადუსამდე რო ადიოდა ყინვა ну კონკრეტულად ტესლა ვთქვათ არ იტენებოდა ავტომობილები ან იტენებოდა მაგალითად იმ პერიოდის განმავლობაში რა დროსაც იგი ანდომობს პირობითად გაზაფხული შემოდგომის პერიოდში თუ ჭირდებოდა 8 საათი სრულდატენამდე ამ 8 საათში ელექტროავტომობილები და კერძოდ ტესლა იტენებოდა მესამედით რომელიც ახლა ბუნებრივია როცა ავტომობილი არის შემოსავლის წყარო და საქმიანობის ძირითადი ფუნქცია ну არსად არ წერია და საკმაოდ ძვირი ავტომობილი იყო და მოკლედ ამ ნეგატიურ გარემოებას დაემატა ის რომ სუბსიდიები მოიხსნა და მოკლედ ეს ჩვენი ილონი დარჩა მაგარი უკმაყოფილო. იქ როგორც ჩანს კიდე სხვა რაღაც გაუგებრობები იყო და მოკლედ დაყვნენ ერთმანეთს და ყველას ეგონა მე მათ შორის რომ ეს იყო რაღაც დადგმული სპექტაკლი, ну ნაწილობრივ მაინც, მაგრამ როცა უკვე ილონ მასკმა ტრამპს წამოაძახა ეპშტეინის კუნძულზე აქტიური მიმოსვლა, ну ეს უკვე წითელი ხაზია მე მგონი, იმიტომ რომ როცა პრეზიდენტს ირიბად პედოფილიაში ადანაშაულებ, ეს დიდი ამბავია. და მოკლედ დაშორდნენ სკანდალით, ტრამპი იმუქრება, ბოდიში ილონ მასკი იმუქრება, რომ ესე იგი არ იქნება ურიგო თუ იგი ჩაუდგება მესამე ძალის ფორმირებას, ეს რა თქმა უნდა ბლა 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 არის კიდევ ერთხელ უნდა თქვა, ამერიკაში მსგავს განცხადებებს ეძახიან bullshit, არავის არ ჯერა, მაგრამ ნუ ესე იგი არყევს ქარებს. ჰაერს უბრალოდ, ну არყევს ჰაერს ხანიკით, ხანაკით თავის ამპლუაშია მოკლედ ხა ილონ მასკი და საბოლოო ჯამში
ეხლა ცოტა ტემპერატურა პაექრობისა დაწეულია და აქვე ვიტყვი რომ აი კალიფორნიის ამბებზე თავის ქსელში გამოაქვეყნა ის რომ ისაც კალიფორნიაში ხდება ეს წარმოუდგენელია და ეს ძალიან ცუდი ანუ ირიბად სახელმწიფო პოლიტიკას დაუჭირა მხარი ანუ დონალდ ტრამპს და აქედან გამომდინარე როგორც ჩანს ამ მომენტში ილონ მასკი ტრამპს ამ გაჭირვების ჯამს ზოგში დანას არ ჩასცემს თუმცა არავინ იცის რა მოხდება იმიტომ რომ ამ სამთვეში იმდენი რამე და იმდენი საოცრარი რამ მოხდა რომ არც ეს იქნება გასაკვირი შემდეგი ყველაზე ისეთი ერთ-ერთი წარუმატებლობიდან და არაგამართული სისტემური მუშაობის კიდე ერთ-ერთი ნიშანი ის არის რომ იმდენი გაუბედეს მოკლედ აი ამ ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე რომ აი ყველაფერში ქონდა ხაია არ მომერიდება ვიტყვის ლენგს გამოვიყენებ და მოკლედ შედეგებაც არ დააყონა ველოდებოდით ყველა ვინც მეტნაკლებად საქმის ყურში ვარ შემოდგომისას როგორც გითხარით მაგრამ აფეთქდა კალიფორნია და კალიფორნია იმდენად აფეთქდა რომ მოუწევს ალბათ საზღვაო ქვეითების შეყვანა ნიუსები ზუსტად ამაზე მიდის მე როგორც ახლა რესპუბლიკელების თაყვანისმცემელი Fox-ი მოგჩართული CNN-ს პრინციპულად არ უყურებ და CBS და ასე შემდეგ მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის სადაც არ უნდა უყურო რეალობა არის ერთი და კალიფორნიაში რა ხდება ყველაზე უცნაური ის არის რომ გევინ ნიუსემი ვინც არის კალიფორნიის გუბერნატორი ფაქტობრივად გადაუდგა ფედერალურ ხელისუფლებას მან განაცხადა რომ ტრამპი არის ყველაფერში დამნაშავე რომ ტრამპამ გამოიჩინა უგუნურობა და გადამეტებული ძალა რომ ტრამპს არ უნდა ეკძალა ემიგრაცია განსაკუთრებით ის შტატში როგორიც არის კალიფორნია გამომდინარე იქიდან რომ კალიფორნიას მუდამ ჭირდება მუშახელი და აქედან გამომდინარე ნიუსემი ამბობს რომ ყველაფერში დამნაშავე ტრამპია და იგი არ დაუჭერს მხარს, ანუ ბლოკირებას მოახდენს ფედერალური კანონმდებლობის და იგი არ დაეხმარება ეროვნულ გვარდიას და მით უმეტეს თუ საზღვაო ქვეითები შევლენ კალიფორნიაში. ეს არის ბუნტი. ეს არის ბუნტი, ტიპიური ბუნტი არის გემზე და ეს წესი და რიგით ესე ადვილად და ესე რბილად არ ჩაივლის. ამას დაემატა ის ახლა ბუნებრივია გევინ ნიუსემის შემხედვარე ლოს-ანჯელესის მერი ქალბატონი სახელი მავიწყდება და ბარემ აქ და გეტყვით კარენ ბასზე მე პოსტი მქონდა დაწერილი როცა ლოს-ანჯელესი დაიწვა ნახევარი ჰოლივუდი მაშინ ტექსტურ პოსტებს ვაქვეყნებდი და ვიდეოები ჯერ არ მქონდა დაწყებული მოკლედ ეს კარენ ბასი არის შავკანიანი აფროამერიკელი არის LGBT პრაიდის აქტიური მონაწილე ამღირებულებები ცხოვრობს ლესბოსელიო ამბობენ მე ხდასტურად არ მინახავს და ზუსტად ამ ქალბატონმა რამდენად ეს ქალბატონი არ ვიცი ზუსტად აი ამ კრიტერიუმებით დანიშნა მაგალითად სახანძრო რაზმის სახანძრო დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე ქალი ერთი შეხედვით ქალი მაგრამ ისიც რაღაც LGBT პრაიდშია ტრანსგენდერია თუ ქალი არის იმანაც თავის ხრივ ორი მოადგილე მოიყვანა თავისნაირი ანუ არაპროფესიონალიზმი თავარი არის რომ იყო ესეთი ინკლუზიური მოძრაობის აქტიური წევრი უნდა იყო აუცილებლად უმცირესობაში უნდა იყო არა თეთრი თუმცა ეს სახანძრო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო თეთრი ქალი ну პირობითად თქვა ქალბატონი და ამ ყველაფერმა კარგად გახსოვთ თუ ვინც ამერიკით ხარ დაინტერესებული მაგრამ ნიუსებში ჩანდა როგორ დაიწვა ნახევარი ლოს-ანჯელესი და იქ რამის ჰოლივუდი ზედ მიყვა და ბუნებრივია ამ ქალბატონმა კარენ ბასმა გუბერნატორის შემხედვარე
გევინ ნიუსემი შემხედარე ისიც გადაუდგა ფედერალურ ხელისუფლებას და ყველაფერში დაანაშაულა დონალდი ჩვენი ტრამპი და მას მიყვა ყველა კალიფორნიაში ყველა მოქმედი ჩინოვნიკი თითქმის მე არ ვიცი პოლიცია რა ჭკუაზეა შერიფები იმიტომ რომ პოლიციელებს კარგ გვარიანად მოხვდათ და მოკლედ ესეთი არეულობა ეს რას ნიშნავს ტრამპს აქვს ორი გამოსავალი ან უნდა გამოიყენოს მყისიერი და მკაცრი ძალა რომ კალიფორნია ერთხელ და სამუდამოდ მოიყვანოს გონზე და მოიყვანოს სახელმწიფო სისტემაში შეგახსენებთ რომ კალიფორნიის ბიუჯეტი 5 ტრილიონამდეა იგი არის მეოთხე ადგილზე მსოფლიოს რეიტინგში შტატია არ დაგოწეს თუმცა გაბერილია ეს იმიტომ რომ სერიოზული კრიზისია კალიფორნიაში სან-ფრანცისკო ულამაზესი ქალაქი დაქცეულია ლოს-ანჯელესის ის მონაკვეთი არის მხოლოდ გადარჩენილი სადაც ცხოვრობენ სელებრიტები და სადაც კინო იღება და ასე შემდეგ შემოგარენი ლოს-ანჯელესი იწვის რასაც თქვენ თვალყურს ადევნებთ და მოკლედ ის 5 ტრილიონიც არ არის 5 ტრილიონი მაგრამ ნუ თქვათ რომ ესეა ამით ამაყობს სულ მუდამ გევინ ნიუსემი იმიტომ რომ მაგალითისთვის ტესლა კალიფორნიიდან გავიდა იმიტომ რომ წარმოუდგენლად დიდი ბეგარა ესე იგი საცხოვრებელი ფართის ქირა არის ასტრონომიულად დიდი და მოკლედ ეს ის კალიფორნია აღარ არის ეს სილიკონ ვეილის რო ეძახდნენ 90-იანებში 80-იანებში იქიდან ალიკვალი აღარ დარჩა ეს არის ბუტაფორია მაგრამ ნუ ამბობენ რომ მაინც 5 ტრილიონია ექსპერტებს არ ჯერათ მაგრამ დაუშვათ თქვათ და მოკლედ ტრამპა არ უნდა ცადოს ეს ძალისმიერი მეთოდით ფედერალურ უფლებებზე ბუნებრივი აღჭურვილი, რომ კალიფორნია დაუბრუნოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. და როგორც ჩანს, თუ ძალა გამოიყენა, იქ ბუნებრივია იქნება, იქ დაიღრება სისხლი ორივე მხრიდან, იმიტომ რომ საზღვაო ქვეითები არ არიან ადაპტირებული სამოქალაქო სიტუაციების მოსაგვარებლად, ის ჩათვალეთ არიან მეობრებით ამ სპეცდანიშნულების რაზმია და მაგრამ ეს ჭირდება მას თუ ეს არ გააკეთა და გევინ ნიუსემმა ადგილზე გაიმარჯვა ეს იმას ნიშნავს რომ კალიფორნიის გუბერნატორის გამარჯვება მარაოსავით მოედება ყველა დემოკრატიულ შტატს და ეს გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების დეცენტრალიზაციის პირველ ნაბიჯებს კი და მოკლედ ტრამპი ამას აცნობიერებს და მისი ერთგული გუნდის წევრი ტომ ჰოლანდი რომელიც კურირებს მიგრაციის კონტროლს ის საიმიგრაციო პოლიციის შეფია ჰოლანდმა უკაცრავად მეთქი ისიც კითხვა რომ მას შეუძლია დააპატიმროს გევინ ნიუსემი, კალიფორნიის გუბერნატორი. გევინ ნიუსემმა ამის სანაცვლოდ ტელევიზიებთან განაცხადა და ესე ახოვანად კამერების წინაშე შეუთვალა ტომ ჰოლანდს, რომ აი აქ ვარ და აბა მოდი დამიჭირე. მე ეს ყველაფერი მინელდა და ახსანამ აი ამ ყველაფრის ჩაწერას დავიწყებდი 1-2 საათი ადრე გამოვიდა ტრამპი და თქვა რომ მე ტომ ჰოლანდის ადგილზე გევინ ნიუსემს დავაკავებდი. ეს არის ირიბი ნიშანი მოქმედებისთვის. ამ ყველაფერს კიდევ დესერტად დაემატა ის, რომ მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მექსიკის სახელმწიფო და მექსიკის ხალხი მოახდენს მობილიზაციას. ძალიან ისეთი არაკონკრეტული განცხადებები გააკეთა, ნუ მობილიზაციას რას ნიშნავს ვერან ვერ გაიგო, მაგრამ ფაქტია, რომ მექსიკიდან დემოკრატიულ პარტიას მხარდაჭერა აქვს, იმიტომ რომ ნარკოტრაფიკი, ცოცხალი ძალის გადმოყვანა ამაში ხდებოდა ტრილიონობით ფული და ეს ტრილიონობით ფული მარტივად რო ვთქვათ, იხერხებოდა მიდიოდა მექსიკის ფარულ ხელისუფლებაში, ან უბრალოდ ხელისუფლების ფარულ ნაწილში და დანარჩენი ეს შავი ფული გროვდებოდა დემოკრატიული პარტიის
ბიუჯეტში რაფულითაც იგებდნენ არჩევნებს, ანუ მარტივად ყიდულობდნენ ხმებს. და ლოს-ანჯელესში უკვე მექსიკური დროშებით დადიან მეამბოხეები დარბიან და ეს მეამბოხეები არიან, რომლებსაც დიდ მასას, დამტყმელ ძალას ფულს უხდიან, ეს ისე არ ხდება. და აი ესეთ საგიჟეში და ესეთ არეულობაშია ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო ტრეკზე, საშინაო ტრეკზე და კიდევ ერთხელ ამბობ, ან ტრამპი დათმოს პოზიციებს რაც იქნება დამღუპელი, იმიტომ რომ შემოდგომაზე მას რაღაცას მოუწყობენ, მე ვამბობ იურიდიულ მხარეს და ყველაზე დიდი შესაძლოა ერთ წელიწადში უბრალოდ კონგრესის არჩევნები რო იქნება, გადარჩევა კონგრესის 26-ში, იქ შესაძლოა რესპუბლიკელებმა კონგრესი დაკარგონ და იქვე წამლად მიაყოლებენ კიდეც ტრამპის იმპიჩმენტს და შესაძლოა ვერც მიატანოს მეორე ვადის ბოლომდე. აი ეს პერსპექტივა აქვს. ან მეორე ვარიანტი გამოიჩინოს ძალა და ძალაზე ააგოს სახელმწიფოს მართვა, იმიტომ რომ რაც უნდა გაეკეთებია ხელისუფლებაში მოსვლის მერე აბსოლუტურად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა. თუ არ ჩავთვლით ყბადაღებულ USAID-ის შეჩერებას, სხვა დანარჩენი ქმედითუნარიანი არაფერი არ მოყოლია. ამას ემატება კიდე რეპუტაციული დარტყმებები ის, რომ ვერა და ვერ დაკერა ზელენსკი, იმიტომ რომ ზელენსკის უკან დგას იგივე deep state-ი ოღონდ გადაბარგებული ნაწილი ევროპაში, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია მას აქეზებს მაქსიმალურად და ეს ამხელა თითქმის 69 წლის მამაკაცი 17-ში, 14-ში ამთვის დაბადების და 79-ს ხდება. ზელენსკი ვერ მოთოგა. ამას დაემატა ის ტერაქტი სამხედრო თვითმფრინავებზე, რაზეც მე წინა ვიდეო ჩავწერე და მოკლედ სურათი არის ისეთი, რომ ამერიკის პრეზიდენტი სიტუაციას ვერ ფლობს. კიდევ ერთხელ უნდა თქვა, აქედან არის ორი გამოსავალი. ან უნდა მოუჭიროს და სისტემურად დაიწყოს ქვეყნის დაბრუნება, ან კონგრესს დაკარგავს 26-ში და მე ალბათ იმპიჩმენტის საქმესაც წამოიწყებენ დემოკრატები. ასე იქნება ეს სამბავი სამწუხაროდ. და ერთ-ერთ ვიდეოში თქვი წინა ვიდეოში, რომ ისე წამოიწუწუნა ტრამპმა, რომ ანუ ისე თქვა, რომ თითქოს ვერ გაეგოს რა პიროვნება ვლადიმერ პუტინი. ხან ისე იქცევა, ხან ასე იქცევა, იქ ერთ მხარეს თურმე ტრამპთან მოლაპარაკება აქვს და შემდეგ მეორე დღეს კიევს ბომბავს და ასე შემდეგ და ანუ კომუნიკაცია აქვს, მაგრამ ვერ გაიგო რა კონსტიტუციის პიროვნება პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ წინა კადენციაში ნორმალურ ურთიერთობა ჰქონდა მეტნაკლებად. ეხლა საერთოდ არ ესმის და ბევრი ამბობს, რომ პუტინი მას აღარ მიიჩნევს, თავიდან მიიჩნევს და აღარ მიიჩნევს საპირწონედ და ალბათ მართლაც ასეა, იმიტომ რომ ადრეც მithქვამს ერთ-ერთ ვიდეოში თქვი, რომ ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი ეს არის კატეგორია ქვეყნის მმართველებისა, რომლებიც არიან იდეით, კონსტიტუციით ალფა მამრები. ანუ თავის სიტყვაზე პასუხისმგებლები, სისტემური, მკაცრი, ვერტიკალის მმართველები. და დონალდ ტრამპი ამათ ფონზე და მით უმეტეს ის, რაზეც ახლა მე გესაუბრეთ და რასაც თქვენ ალბათ მედიით თვალყურს ადევნებთ. ბუნებრივია ასეთი მახასიათებლების პრეზიდენტთან არ გამოდის თანატორი საუბარი. და ალბათ კიდევ უფრო დაკარგავს რეპუტაციას, სერიოზულ დარტყმას მიიღებს, თუ აი ეს მოვლენები, რაზეც მე ხა ვისაუბრე, გაექცა. ანუ სადავეები დაკარგა. მე საერთოდ ურეპუტაციო იქნება და როგორც ჩანს 26 წელს კონგრესს მართლა დაკარგავს. და სადაც კონგრესი, იქაც იმპიჩმენტი ვაბადიეთ მეოთხეჯერ თქვი, მაგრამ იმიტომ რომ მადარდებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა
და ეს ქვეყანა ჯერჯერობით კიდე ქმნის ამინც მსოფლიო პოლიტიკაში, თუნდაც ის რომ ამასინათ ვამბობდი რომ არ გაგვიკვირდეს რომ ვინმე ჯო ვილსონი როცა ასე რა ქვია ქარიშხალს ატეხს კონგრესში და სენატში ტრამპი ამას ყურადღებას ვერ აქცევს ჯეროვანს რომ წუნდოდეს იმიტომ რომ საქართველოს თუ დღის წესრიგში არის სადღაც მესამე მეოთხე გვერდზე იმიტომ რომ მანამდე აი ეს ყველაფერი აქვს მოსაგვარებელი ამიტომ ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენთვის არ ძალია და აქვე ვიტყვი კიდე დესერტად რომ დანიგანი დაამთავრა ისე როგორც უნდა დაემთავრებინა იმიტომ რომ ის მცდელობები ქარდებით ლაპარაკი 26 მაისის არმი ლოცვა ივანიშვილთან რაღაცა კარების შენგრევა და ასე შემდეგ ეს წარუმატებლად დამთავრდა და წარუმატებლად დიპლომატებს სახში პატივს არცემენ და გაისტუმრეს დამსახურებულ პენსიაზე. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, აი ამ ყველაფერი და რაც მე ვისაუბრე, როგორც ყოველი ვიდეოს ბოლოს საქართველოს რა. ერთი ის რომ გააჩნია ვის მოაბრძანებენ საქართველოში ელჩად ეს მარკო რუბიოზე დიდწილად არის ფაქტობრივად მარკო რუბიოზე არის გადაწყვეტილება და ზუსტად გაირკვევა რა კუთხით და როგორ აღვიქვავენ ამერიკელები საქართველოს ეს ერთი ნიშანი იქნება და მეორე ის რომ თუ ამერიკელებმა აი ამ ყველაფრის შემდეგ მართლა გადაიტანეს სიმძიმის ცენტრი ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთთან ურთიერთობის პროცესში ну გამოდის რომ ევროპა რჩება თავის თავად ევროპელებიდან ჩვენ მივიღებთ ალბათ არაერთ შეტევას და ну ალბათ სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიაწვეს სხვა სიტყვა არ ვიცი უნდა მიაწვეს რეგიონალურ პოლიტიკას იმიტომ რომ აქეთკენ უკვე ხელმოსაკიდი არაფერი დარჩება რა და არ უნდა გაგვიკვირდეს მაპატიეთ ფონად არ უნდა გაგვიკვირდეს ის რომ სადაც ისრაელი მიატოვა იმიტომ რომ არაბეთიდან იმ 3 ტრილიონის ნაცვლად აიღო დადო პირობა რომ ახლო აღმოსავლეთში და არაბეთში ომი არ დაიწყებოდა ამას ასრულებს და სადაც ახლა ისრაელთან ესეთი ურთიერთობა ხო წარმოგიდგენთ სხვა დანარჩენის დახურდავება ესე ვთქვათ დონალდ ტრამპს არ გაუჭირდება დიდი მადლობა და ვისაც მოგწონთ რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ გაავრცელეთ გადაეცით ეს ვიდეოები თქვენ ახლობლოს მეგობრებს და მე კიდე დროებით გემშვიდობებით გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი ნიკოლოზ ონიკაძე